ჰაიუშკი, ჰაიო. აბა როგორ ბრძანდებითო? ეს არის ბოდე, ხო იცით? გოგონიათ რომ ბოდეთ მაცვია? შემილია რა ვქნა, თან მიუხედავად კიდე ამ ციკლის პერიოდში. ხალხო, ახალი ერა დაიწყო ჩემთვის. შემოდი, აი რას გადიოდი, ესე იგი გავა და მე მიჩხავი, შემოდი. ხელოვნურ ინტელექტს ჩემს ტექსტზე სიმღერა დავაწერინე. ისეთია და გრძნობ რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ისევ კართან ზის, გამაგიჟებს ეს კატა. ეხლა შემოგიშვი, ჩხაოდი, მიჩხაოდი და მეხვეწებოდი და შემოგიშვი. ისე ვიგზიხარ. ეხლა გახვალ და ისე ვითიან დაიწყებ ხვეწნა შემომიშვითო. რა შენ? ცოტა აკეთებს მაგას. რამეს რომ ვაჭმევ გემრიელს. თავის საჭმელი აქ უდგას, აი ხა მივიდო და ჭამს რომ ნახა რომ არაფერი გემრიელი არ მაქვს. რამე გემრიელი როცა გვაქვს, განსხვავებული. აქ ვუყრი ბონის და იქ ვუყრი კატას, იმიტომ რომ ბონი მიდის და ამას უჭამს თავისას და მე ჩხუბობენ და ეგრე ვაკეთებ და იქ იმიტომ ჯდება და გადის და ის რომ მეუბნება რომ იქ დამიყარეო გაიგე, მაგრამ არ მაქვს ხა კიდე მთვარე, ეს ვიყიდე გუში. ახლა რაღაც რო ახატია, რაღაც სხვანაირ წარმომედგინა და არა ისეთი ახატია როგორც არის. მაგრამ მე წარმომედგინა რაღაც სხვანაირ, რაღაც ბალიშების პონჩი წარმომედგინა. არა, ცუდი სხვა შორის. მაგრამ არც გადასარევი. ჩვეულებრივი საიუბილეო უფრო გემრიელია ჩემი აზრით. და ფაცი კი აქ კარგად იცოცხლე. მიწის თხილი მოუხალე დღეს დილას. დილას ერთი ყავა უკვე დალეული, მაგრამ თქვენ თუ ფიქრობთ რომ ეს ჩემი პირველი ყავა, აი ძალიან ცდებით ნუ. დღეს დავდე გუშინდელი ვიდეო. დღეს დილას გუშინდილანდელი ვიდეო დავდე ხალხო. აი პროსტა რაღაცა გარემოებების, უსიამოვნო გარემოებების გამო. ესე გადავწყვიტე, ეგეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი და ყველა, ვინც ჩემს ნერვებს ზე მოქმედებს და თამაშობს, მაშინ როცა ეს მე არ მსურს, ყველას დაუწეთოს ისეთი საზღვარი, რომ მე ვერ შემეხოს, ესეთი. და იმიტომ რომ მე მჭირდება ჩემი სიმშვიდე. ანუ მე არ უნდა ვღელავდე რაღაცა, ხე მე არავის არ ვაღელებ ჩემი ემოციური მდგომარეობის გამო. არავის და მეც იგივე მინდა რომ არ ვიყო მშვიდად, ჩემს თავს მეჩვენ მივხედო და ანუ ვიმუშაო, მქონდეს ის სიმშვიდე როგორღაც რომ ვიმუშაო, იმიტომ რომ იმდენად ღრმად და ემოციური ადამიანი ვარ, რომ როცა რაღაცებს ნერვიულობას ვიწყებ, მე ვერ ვმუშაობ და რომ ვერ ვმუშაობ, ეს აისახება ჩემს ოჯახზე და ჩემს შვილებზე. ამიტომ საერთოდ ჩავხსნი აბსოლუტურად ყველა კარს, საიდან შეიძლება ჩემთან შემოვიდეს ნეგატივი, იმიტომ რომ მე ეს არ მჭირდება. ხო და ვისაც უყვარ ვარ, ის რა თქმა უნდა ამას არც აკეთებს, ცხადია. აი. ხა დავიბანე სახე. Okay. This is you.
მეთორია. ესეც რაზე მეცინება. თუ დაკვირვები ხარ ცხოვრებაში. და თუ შეგხვედრიათ ნამდვილად მაღალი დონის ადამიანები. ეს ადამიანები არასდროს არ ცდილობენ, რომ მაღალი დონის ადამიანებად გამოჩნდნენ ან მოიქცნენ. იმიტომ რომ ეს შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ან გაქვს, ან თამაშობ და თუ თამაშობ, ესე იგი იცი, რომ არ გაქვს. მეცინება ხოლმე იმ ხალხზე, ვინც ამას ცდილობს. სინამდვილეში ყველა დიდებული ადამიანი, გულისხმობ ადამიანური ადამიანი, აბსოლუტურად ყველა არის ძალიან უბრალო. არა ამპარტავანი. რომელიც არ ცდილობს, რომელიც უბრალოდ არის. და ხშირად ესეთი ადამიანები უბრალოდ არ ჩანან. ჩანან ისინი, ვინც ხმაურობენ. და ასეთი ადამიანები უმეტესად არ ხმაურობენ და არ ჩანან. და სინამდვილეში ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვისზეც დგას სამყარო. ანუ ვინც გვინარჩუნებს მორალს, რწმენას და ასე შემდეგ. და ამ ადამიანების საქმე საუბრობს ყველა სიტყვაზე ხმამაღლა. და მე ძალიან მიყვარს ასეთი ადამიანები. დღეს ძალიან ლამაზი სიტყვები მინდა და გამომექვეყნებინა TikTok-ზე, რომელიც ასე ჟღერს. სიხარული გამოავლენს ვინ არის გულწრფელი შენთან. უბედურება გამოავლენს ვინ არის ნამდვილი შენთან. დრო გაჩვენებს ვინ დგას შენს გვერდით მიუხედავად ყველაფრისა. და ამაზე მინდოდა და ჩემ ფოტოზე მინდოდა ეს სიტყვები დამედო და ერთი ფოტო არ მქონდა ხალხო ჩემი. ნორმალური. არა ესეთი, სადღაც რომელიღაც ვიდეოდან ამოჭრი. ხოდა გადავწყვიტე რა ფოტოებიც გადავიღო ხოლმე, იმიტომ რომ ვფიქრობდი ვიდეოები ხომ აქ ფოტორად მინდა თქო, მაგრამ როგორ არ მინდა. მინდა ფოტო სხვა დატვირთვა აქ. ხალხო, ახლა გარეთ ვარ და ერთმა გოგომ მომწერა, რომ ისა უნდა გაჩუქო კატის საფხაჭნიო მოგიტანო და არ ვთქვამს, რომ დღეს მეგონა რომ ხვალ მოიტანდა და ახლა გამოვიწყარბს, ახლა დამირეკა, რომ მოვედიო, მაინე ისე მომერიდა, ვერსის უთხარი დამელოდე მეთქი, რომ არ შევხვდი ეგეც ძალიან მომერიდა და აი ესე ძალიან მორიდებული ვარ. ეს ხოდა ესე ძალიან მორიდებულად ვარ და ძალიან მადლიელო და უღრმესი მადლობა შენ. ვოდიში, რომ ისა, აი ესე გამოვიდა რაღაცნაირად. დღეს რაღაცა კარგი მოხდა. ოდოს საფხაჭნი იქნება. ეს აქციაში იმწოვია ხოლმე. Вонечка, ото სი რა მოუტანეს დე. აი, ოტოს ის მოუტანეს. ეს. აბანახა ცოტას როგორ
სად არის? ეხა მოვიდეთ საჭმლის ჭამა მაინც. ევა და ბონი ელოდებიან, კი. ოტოროდის. კი. არა, მოდი ზაყატა. ზაღლი მოვიდა. მოვიდა. ბაბა, ნახოთ. სათახანში მაეწონება ეს დაწუნებული. მაგრამ ჯერ დაიწყეს. ხედავს იმას. აბა მივიყვანე იქეთდე. თვითონ მივიდეს. ხო. ჭამის მე ხომ დაიბანოს. ის ნახე. ისე ხო არ იქნება. ოტო ნახე რა მოგიტანეს. რა კაი რამე გაჩუქეს. ერთმა ბიჭმა არ გამოიყენა და ამიტომ შენი გახდა. არ გიფხანება ბჭყადები? მიდი აბა, მიდი. ვისროლი. ბონი, მოდი ჩემთან. ბონი, მოდი. კატის სუნია, ზედა, ანახე როგორ სუნავს. ბოთ კატის სუნია. აყურე. ბონის არა. ჩი ბონამაზე ბონის არა. ბონი. შეიძლება ბონიც მივიდეს. ოტოს ბონის სატოლში. მივიდეს, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვერც კი არა. არც უნდა. აბა თუ მიხვდება ჭყალის მოსაფხანი. სკამებს რო ნახე როგორ იკვლევს. I like it. ფერიც მაგის ფერი. აჰა, აგე. იმასაც მი. გვეშველა, აგე. I like it, Johnny. აგე, იგი მაგისტრის არის. აი, უი რა კაია ღმერთო ჩემ. ხო. ეგე მაგაზე ილესებ ჭყალი. ახლა სკამთან უბრეკანზეები არ ექნება. იმედია და თუ ექნება დედა გაუბრაზდება. აქამდე ძნელი იყო გაბრაზება და ეხლა აქვს უკვე. კარგია. ძალიან დიდი მადლობა ამის ჩუქებისთვის. ალბათ კარგი სუნი აქვს, იმიტომ რომ რავი, ძალიან მოსწონს ფაქტი. კი თქვა ხო? სურპრაიზი გაუკეთეს ოტოს. ნახე? ხო, შენ გამოდი არ დაგკაწროს. აჰა, всё, აგე. გვეშ ნახე მიხვდარისთვისაც. ის როგორ უყურებს. რასაკეთებსო? ხო. ჭყალები. კი, ძლიერი. პირითაც დაიჭირა ის, ხო? მართალია, ძლიერი კბილები აქვს და ჭყალები. აჰა. ეს პუმპულაკი. აბა. ხან გავიდეთ ხალხო კარგულში. აქ არის ძეები აქციაში და სამიც არის ძე, პური უკვე გავხსენი. ეს არის შერეული ხარში, ეს აქციაში 20 ლარად იყო კილო. და ვიყიდე. აქ აქციაში არის ეს და ბავშვებს ძალიან უყვარს და ეს მატერიალი ძალიან გემრიელია სხვათა შორის. ხარა მოვიმზადე შეერია დღეს. საშინელი დღე მქონდა და საერთოდ საშინელი დღეები მაქვს.
კაი ხანია უკვე. ხო და ისა აგრეთვე ხა გავიკეთებ საჭმელს. აქამდე უკვე მორჩენილი ვარ ხოლმე, მაგრამ არა უშავ. გემრიელი გამეჯამა. იმედია. ძალიან გამახარე. ნია ესე წერია, ხო? ძალიან გამახარე, უმეტესი მადლობა დღეს რაღაცა კარგი მოხდა. ეს ისეთი გემრიელია, ხალხო. რო გავხსნი ისეთი კაი შინაც იყიდავენ და ყველამ თელავ ოჯახმა უჭამეთ. საღამოშვიდობისაც ვირფასებო. დღეს ვერ გადავიღე ვიდეო და არ მინდა რომ ჩავაგდო დღე ისე რომ ვერ გადავიღო ვიდეო. სიმართლე ვკითხეთ, არაფერი არ მაქვს სათქმელი, უბრალოდ მაინც ჩავერთე ვიდეო, იმიტომ რომ ერთადერთი ახლა რაც მინდა უბრალოდ დავიჯდე და ჩემი თავი გამოვიტირო და დღეს ეს რემლები იმისთვის დავუყარ, რითაც არასდროს არ უნდა დამეყვარა. მაგრამ არა უშავს, ყველაფერი გაივლის. წავიკითხოთ კომენტარები. იმიტომ არ ვიყებ, რომ ძალიან მიჭირს და ძალიან ვცდილობ, რომ შევინარჩუნო ჩემი თავი, უბრალოდ ადამიანმა რა არ გამომდის, მართლა და ძალიან მეშინია, იმიტომ რომ გრძნობ რამდენად ცუდად და საშინლად ვარ. და თუ არ გამომივა, არ მინდა ამან ჩემი შვილები დააზარავოს. და ამისი ყველაზე მეტად მეშინია. ხო და ამბების მერე იყო, რომ ნიამ მომიტანა კატის ბრჭყალების საბხაჭნი და მართალია ვერც შეგხვდი და ვერც სათანადო მადლობა ვერ გადაგიხადე და ვერც სიხარული ვერ გამოვხატე, იმიტომ რომ რაღაცნაირად თქო შაკლური მქონდა ყველაფერი, მაგრამ მართლა ძალიან მადლიერი ვარ და დღეს მე საერთოდ აინახე ავიღერვეული, სადაც წერ ხოლმე მადლიერებას, მინდა რომ დღესაც, მინდა რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე საზიზღარ დღეებშიც კი შემეძლოს, რომ მადლიერების დღიური მქონდეს და რაღაცა კარგი ჩავწერო, იმიტომ რომ რაღაცა კარგი ყოველთვის ხდება. რა იყო ბონი? თუნდაც შენ ხარ ის, მე მგონი შენ ჭრილს ხედავ. თუნდაც ის, რომ ცოცხლები ვარ და თუნდაც ის, რომ ჩვენი შვილები ცოცხლები არიან, ეგ უკვე არის ის კარგი, რაც ხდება. ჩამოვაფარებ, მოიცა ბონჩკა, რო არ შეგეშინდეს. ხო და ამიტომ აი დღეს ჩემს მადლიერების დღიურში, რომელიც ძალიან ჭირდება ADHD twins, ძალიან ჭირდება დამოკიდებული ადამიანის twins და ყველას გირჩევთ, რომ გააკეთოთ მადლიერების დღიური, იმიტომ რომ მადლიერება ღვთიური გრძნობა არის და მადლობა უთხრათ ღმერთს ყოველ დღე რაღაცისთვის, რაღაც კარგისთვის, რაც თქვენ ცხოვრებაში იყო, იმიტომ რომ როგორც გავიმეორე, ყველაზე ცუდ დღეებშიც კი არის ხოლმე რაღაცა ძალიან კარგი და ძალიან კარგი ის არის მადლობა ღმერთო და მაპატიე, რომ ჩემი შვილები კარგად არიან და მე ვტირი ვარ, მაგრამ ეს იმედია იწერს ხმას, იმიტომ რომ ციმციმებს, მოიცა გამოვრთავ. ასე ჩავიწერ, იმიტომ რომ არ ვიცი, ციმციმებდა დასატენია და შეიძლება არ ჩაიწეროს ხმა. ხო და დღევანდელი ჩემი მადლიერება ღმერთისადმი, აი შენ ხარ, რომელმაც მაჩუქეს კატის საბხაჭნი და ძალიან გამიხარდა და სიცოცხლეებამ დააცემინა. და თან ეხა, რავი, არ მოველოდი და გამიხარდა ძალიან. ხო, და თქვენ საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან მეხმარებით, ყოველთვის როცა მიჭირს, ძალიან მეხმარებით და ძალიან მიყვარხართ.
ძალიან მიყვარს ჩემი YouTube არხი. და ძალიან მეშლება ნერვები, რომ ამაზეც აისახება ის, რაც არ უნდა აისახებოდეს და თან ისეთი ფორმა არ მოიცემული, რომ მე არაფერი არ ხდება, კაც რა ხდება. ლელუნი როგორ ხარ საყვარელო, რა ვიცი, იოსე ვარ. უფრო მეც და უფრო დეტალურად, რა ვიცი, ამ მომენტში არ მაქვს სურვილი, რა ვთქვა და ოდესმე არ ვიცი, შეიძლება ნახოთ. შორი რა მიყვარხარ, ამზით გაცვითე ჩემო ევიტუნა, გამოტკბილეულობა, მადლობა ძვირფასო. ნიამი, უი, შენი ყავი, შენ მაჩუქე, ხო? ნინი მე მაგ კატის საფხაჭენ, სულ ახალი შემიძლია გაჩუქო მომწერეო. შენი ყავი ალბათ, ხო? ვინც მომიტანა. ნინი მშვიდობაში ევიტუნა ყველაფერი და ბედნიერებაში, მადლობა ძვირფასო. მარია, მოგესალმები, ნინი, როგორ ხართ ოჯახში საყვარელო? მანანა აღარ დაიკარგო ხო, მადლობა ძვირფასო. დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა რომ ხართ. ნინი ბენიენ რა ჩემო გოგო მეც ვწდი მაგ ფრის რაღაც კარგად გამოიყურებოდა. უი, მეც ეხლა შენგან გავიგე რომ ტოსტი და სნექი ერთი ყოფილა. უი, მე რაღაცა ომები რო ქონიათ, მაგის მერე გაუკეთებია. ანუ არ ვიცოდი, მოგეთ არაფერი არ ვიცოდი მაგის შესახებ მე და მაია ბედნიერი დღეები ჩემო კარგო, მადლობა. აუცილებლად მე მჯერა რომ დადგება ბედნიერი დღეები, იცი რა არის? ძალიან რთულია ხოლმე რა ადამიანმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, თუმცა მე უკვე ძალიან დიდი ხანია რომ ჩემ თავს ვატყობ ეგეთ რაღაცას, რომ ძალიან დიდი ხანია თავს ვიტყუებ და ძალიან მეშლება ჩემ თავზე ნერვები ამის გამო, იმიტომ რომ რაღაცა ყველაფერი კარგად არის, მე ვიწყებ თავის მოტყუებას, ანუ ეს სხვებზე არ არის დამოკიდებული, სხვები ყოველთვის ის არიან, რაც არიან, უბრალოდ მე ვიწყებ თავის მოტყუებას ჩემი წარმოსახვით და მე რეალობა ისევ შემახეთქებს კედელზე, კიდევ მივხვდები და კიდევ ვიფიქრებ, რომ ეს ასეა და სწორი ვიყავი და აი ძალიან შევცდი, მე ისევ და აი ესე ამ წრეში ვარ უკვე ერთი ალბათ 5 წელი იქნება, რა ვიცი და ეხლა იცით როგორი წერტილია? ან ჩემ თავს საბოლოოდ უნდა ვუღალატო, ან კიდევ უნდა ავირჩიო ჩემი თავი. და ვიცი რომ თუ ჩემ თავს ვუღალატებ, გავნადგურდები და თუ ჩემ თავს ავირჩევ, ბედნიერი დღეები აუცილებლად ოდესმე დადგება. ან ყველა ტკივილი გადის ადრე თუ გვიან და მერე მოდის ალბათ სიმშვიდე. მიყვარხართ ნი ევა რა ლამაზი ხარ და საყვარელიო, ლელა მადლობა. ირმა მიხარია ისევ ჩვენთან რომ ხარო. ციცი მიხარია ისევ ჩვენთან ხარ, ჩემო ლამაზო ბედნიერს და გაღიმებულს მინდა გხედავდეს სულო, მადლობა ძვირფასო. ია მიხარია რომ ჩვენთან ხარ, ლამაზო, მადლობა, დიდი მადლობა ძვირფასო. ხო, აი სნექი ვისი ბიზნესი იყო, წარწოს იმის და ტოსტი შექმნაო, ხო, ეთუშია, მე არ ვიცოდი. ანუ რა ვიცი, არ ვიცოდი ეგ ამბები და რაღაცას მოუკვდი და მოუკვდი ღმერთო. რაღაცას მოუკარი თვალი და მაგიდან გამომდინარე მივიღე ეგ გავაკეთე ეგ მცდარი დასკვნა, ისე მდგება თვალები, ხვალ იცით რა ამბავი მექნება ამ თვალებზე. კატასტროფა. ანინი რა ლამაზი ვიდეო ამ ოთახშიო, როგორ მიხარია რომ მოგეწონა. ლელო მიყვარხარ, მიხარია შენი დაბრუნება საყვარელო, ძვირფასებო, აი მინდა გითხრათ რა. არასოდეს არ მოითმინოთ თქვენ ცხოვრებაში არასწორი ადამიანები, არასოდეს თორე დედას გიტირებენ. ანუ დედას გიტირებენ და მე გვიან იქნება. პირველ რიგში ჩემ თავს მინდა რომ უთხრა ეს, რომ აღარ მოიტყუო თავი, აღარ დროა უკვე. მარიამ ნინი ჩემო ლამაზო, როგორ ხარ? ძალიან მიხარია შენი გააქტიურება, ჯანმრთელი და ბედნიერი მინდა იყო, კარგი ადამიანი ხარ, მიყვარხარ ძალიანო, მადლობა ჩემო საყვარელო. თიკო მე დიდი ხანია გიყურებ და ძალიან მიყვარხარ, იყავი ვის რას უშლი აკეთე, რაც მოგწონს, თან
საკუთარი თავისთვის და იმ ვიღაცისთვის, ვისაც მოსწონ ხარ არის საუცებელი შემოსავლის წყარო იყოს თავიდან ხომ ამისთვის არ დაგიწყეთ არწმუნებული ვარ ეს მე მოვიდა ხო რა თქმა უნდა თავიდან საერთოდ არ იყო მონეტიზაცია საქართველოში მაგრამ ანუ დღეს ახლა ეს ჩემი შემოსავლის წყაროა და მაშინ როცა დავიწყე მე სხვა შემოსავლის წყარო მქონდა და საერთოდ არ განვიხილავდი ამას და ეხლა ანუ ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო ამიტომ და თან საყვარელი საქმე და მინდა რომ ზამბენიერი ვარ რომ მაგ და მინდა რომ მქონდეს და არ მივცემ ნაგავ ადამიანებს რომ ეს უფლებას რომ ეს ჩამიქრონ და ეს წამართვან და მე მინდა რომ მქონდეს იმის უნარი რომ ავდგე და მიხაროდეს სიცოცხლე მიხაროდეს ვიდეოს გადაღება მინდოდეს როგორც ადრე იყო ყოველდღიურად ცეკვა სიმღერა თამაშით და რა ვიცი ვაღად და კარგად და მინდა რომ ეს დავიბრუნო მინდა რომ კარგად ვიყო და რა ვიცი ყველა ადამიანი იმსახურებს ამას ნამდვილად ინგა აუცებ ისევ ახალი წელი მომინდა ვაიმე დამანებე ინგა თავი რა ახალი წელი ძლივს გავიდა ნაძვის ხე ვერ ამიღია ჯერაც ამ აურზაურში ნაძვის ხისაღების დრო სადღა იყო ეთერი ჩვენ ერთად ვართ თავარი ამ სიტყვას მინდა ყოველდღე ვისმენდე მიყვარ ხარ და სულ მეყვარები აი ესეთი ხალხი მინდა რომ ყავდეთ მარტო ძვირფასებო გვერდზე ვისაც ვუყვარ და სულ ვეყვარები და მეტი არავინ და პირველ რიგში მინდა რომ მე ვიყო ჩემი თავისადმი ეგეთი და ძალიან დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის ვისაც ესე გიყვარვართ მე ძალიან მიყვარხართ და ძალიან ძვირფასები ხართ ჩემთვის შორენა ჩემთვისაც ეგ პერიოდია შემოდგომა ზამთარი მეც უზომოდ მიყვარს ხო მეც ესე ვარ არა და ზოგს ძალიან ცუდად ხდის მე ჩვენთან ერთად ჭამსაყვარელო ოღონდ ფელამურს ია ძირფასა გემრიელად როდინდელი წავიკითხე მაგრამ ეხლა გეუნები შეგერგოს ვითომ ეხლა დაწერე მარიამ ჩემო ლამაზ როგორ მომენტზე ძალიან მიყვარ არ მიყვარს თებერვალი მე მიყვარს ძალიან მარტი შე რომელი გიყვარს თებერვალი თუ მარტი ძალიან ხომ მომწერე კომენტარი მე მარტი არ მიყვარს მარტი არ მიყვარს ყველაზე მეტად ალბათ მარტი არ მიყვარს გაზაფხულის თვეებიდან იმიტომ ყველაზე ჭყაპიანი, ტალახიანი, არც გაზაფხულია, არც ზამთარია, ანუ ვერ გაიგებ რა არის და მარტი ყველაზე ნაკლებად მიყვარს მე. აპრილი მიყვარს ძალიან, მაისი ნორმ. ნუ ეხა მაისი არის დაბადებული და მაგიტომ და ისე მაისი არასდროს მიყვარდა. სიმართლე რომ თქვა, აი აპრილი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ნინი პირველ რიგში მოგესალმები ჩემო საყვარელო ადამიანო ახალი წლების შემდეგ შევამჩნიე რომ მაკლდი შემოვედი შენს გვერდზე და რომ ვნახე ვლოგები ისე არის როგორც შენ იცი ხოლმე ყოველდღიურ ვლოგებს გულისხმობ მივხვდი რომ რაღაც გიჭირდა რაღაც რიგზე ვერ იყო თუმცა ამაზე კომენტარი არ დავწერე არ კითხე რატო დაგვეკარგე მეთქი რადგან ვიფიქრე შეიძლება ჩვენს გამო თავი იძულებულად ჩათვალოს და ნებისყოფის გარეშე ჩაწეროს ვლოგები თქო ისიც ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფრის მიუხედავად ფეხზე დადგებოდი და ისიც ზუსტად ვიცოდი რომ არ მიგვაწყდა და დაგუბრუნდებოდი. დღეს ამ ვლოგში უკვე სხვანაირად გინათებს თვალები და მინდა რომ სულმოდას გაბრწყინებულს გხედავდე. ჯერ გაბრწყინებული ნამდვილად ვერ ვარ, მაგრამ აუცილებლად ვიქნები ვპირდები ჩემ თავს და თქვენ და რა თქმა უნდა ჩემ შვილებსაც. ახლა რაც შეეხება იმას ხო, აი ძალიან ძვირფასი ხართ ჩემთვის ეგეთი ადამიანები, რომ ადრე ესეთი ვიყავი, რაღაცა შეიცვალა იცით ჩემში. ადრე ესეთი ვიყავი, რომ თქვენს ხო ყველაფერს გიყვებოდით, აი აბსოლუტურად ყველაფერს. ეხლა ხო მოგიყევით, მაგრამ ეხლა არ მოვყევი დეტალები, არ მოგიყვებით აბსოლუტურად ყველაფერი და ადრე მეგობრებსაც ვუყვებოდი აი სახლში, ანუ ვისაც ვენდობოდი და ვინც ძალიან მიყვარს, ყველას ვუყვებოდი ხოლმე, რაც ხდებოდა ჩემ თავს, ყველას ვუზიარებდი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად რო ვიყავი, ეს მეხმარებოდა და ეხლა არ ვიცი გავიზარდე თუ არ ვიცი რა დამემართა მე ჩემნია ხოლმე რომ ჩემ თავში გადავხარშო ეს ყველაფერი ანუ არ მინდა ხოლმე ამაზე ლაპარაკი ხვდებით არც დეტალურად აქ და არც ვინმესთან ანუ ვისაც ვენდობი და ანუ მაგალითად ვიცი რომ ეს ადამიანი არავის არაფერს არ ეტყვის და დარწმუნებულია მაგრამ არ მინდა ლაპარაკი ხვდებით რაღაცნაირად მინდა ხოლმე რომ მე თვითონ გადავიარო გადავიტანო აი ეს გადასატანი დღეები გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ არ ვიცი რატო შევიცვალე მაგრამ შევიცვალე და
და ფაქტია, ну ადრე აი ყველა მეგობარს, ყველა ემ ადამიანს სათითაოდ ვუყვებოდი ხოლმე, რა მიჭირდა, რა მткиოდა რაღაცა, ყველას დარიგებას ვისმენდი და ძალიან მშველოდა სხვა შორის, მაგრამ ეხლა ეგ ყველა ვისაც რამეს ვუყვები, დარჩა ჩემი თავი. ანუ მხოლოდ ჩემი თავი დარჩა. რომელსაც აი ესე ვესაუბრები ხოლმე და იცით რაღაცნაირი ძალიან დიდი სიმშვიდე მოაქვს ამას და რა ვიცი, ძალიან კარგად ყოფნა. არ ვიცი როგორ თქვა, ალბათ ბევრი მიხვდება, ვინც იცის ეს მდგომარეობა. უბრალოდ რა ვიცი, ესე ჩემ თავში ვიკეტები ქვია ალბათ, ხო? ხო და რაც შეხება ვლოგებს, არა, სულ ვცდილობ რომ გადავიყავი, დღესაც მაგალითად ვერ გადავიღე, იმიტომ რომ იმდენად ცუდად ვიყავი, რომ მეტი არ შეიძლებოდა, თან ციკლი მაქვს და თან ამ დროს ძალიან ემოციური ვარ და რა ვიცი, ხო და ეს აი ახლა რომ ვლაპარაკობ, იცით რა კარგად ვიქცენ თავი თქვენთან რომ ვლაპარაკობ და ძალიან მომინდა რომ ჩამერთო ვიდეო და ძალიან მომინდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა ეს, ახლა მე რასაც განვიცდი. რავი, ძალიან კარგია. შენ საკუთარ თავს უკრძალავ ემპათიურობას და ეს სწორი გონია, რაც არასწორიაო. თათა, მე საკუთარ თავს არ ვუკრძალავ ემპათიურობას, მე ძალიან ემპათიური ადამიანი ვარ, მაგრამ ნახე მე რა დავინახე, შენ უნდა იცოდე ვისთან იყო ემპათიური, იმიტომ რომ იმ ადამიანთან, ვინც არის შანტაჟიორი და манипуляტორი, როცა შენ ემპათიას იჩენ, ის იმას კი არ ფიქრობს, ეს რა კაი ადამიანიაო, ის ფიქრობს, უიმე ეს რა კაი საკბილოაო, ხვდები? ამიტომ მე ემპათიას აღარ გამოვიჩენ არასწორ ადამიანებთან, ემპათიას გამოვიჩენ იმათთან, ვინც დაინახავს ჩემს ემპათიას და ვინც ანუ მე რო გავუწვდი ხელს ისიც გამომიწვდის, ხვდებით, როცა ეს იქნება ორმხრივი და ესეთი ადამიანი ცოტაა და სხვანაირ ადამიანთან კიდე აღარ მინდა დრო დავხარჯო, იმიტომ რომ იმდენად ღრმა არის ჩემი ემოციები და იმდენად ძალიან განვიცდი, რომ ეს მე სასიცოცხლო დროს და ენერგიას და აი ცუდად მხდის რა ფიზიკურად და მე ჩემს ცხოვრებას ვეღარ ვაწყობ, მე ჩემი ცხოვრება უნდა ავაწყო, მე უნდა გავაკეთო, მე უნდა ვიმუშაო, ანუ არ შეიძლება რომ ისე ვიყო, ხო და ეს ყველაფერი კიდე პარალიზებას მიკეთებს მე და ანუ ეს არასწორია. ანუ კი მე ემპათი ვარ და კი მე ადამიანებს უნდა დავეხმარო, მაგრამ მე რო ჩავწერ, ანუ მე რო ჩემ ენერგიას არასწორ ვიღაცას არ დავახარჯავ და აქ მოვალ და ჩავწერ ვიდეოს, რომელიც შეიძლება დაეხმაროს, რა ვიცი, 100 ადამიანს, ან თუნდაც 10 ადამიანს, ეს გაცილებით დიდი სარგებლის მომტანია, ვიდრე რომ მე წავიდე და დავეხმარო იმას, ვისაც რა არც არაფერი, ვისაც არც არაფერი. ანუ ხო და შესაბამისად მე არ უკრძალავ თავს ემპათიურობას, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის უნდა ვისწავლოთ რა არის სწორი და რა არის არასწორი, დაწყებული იქიდან პირადი მორალიდან და იმიდან როგორ მოვიქცეთ მაგალითად საზოგადოებაში დამთავრებული, აი როგორც პირადი ჰიგიენა ვიცით, ეს არის სულიერი პირადი ჰიგიენა, ხო, რომ არ დააბინძურებინო შენი გარემო იმათ, ვისაც შეუძლია რომ დააბინძუროს და მორჩა, ანუ ეს ძალიან ნორმა არის, ეს არ არის ცუდი, პირიქით, ეს კარგია. ეკა, რომელი შრატი და კრემიაო, მეც მაინტერესებს. კრემი ეს რაღაცა, აი ეს არის. ეს მოზაიკაში ვიყიდე, 15 ლარი ღირდა და შრატი არის აი ეს. Amazon-დან არის გამოწერილი. ნინი სუზალა სად არის ტერიტორიულადო, ნახალუკაში პატარა ბაზარი როა იქაო. ხო, აი არ ვიცი როგორ თქვა, აი დადიანი რომ თავდება უკვე იქ შუქნიშანთან, რაღაც არკიანის სახლია და იმ არკაში უნდა გაიარო და მაგის უკანა თავის გვერდზე სუზალას უდევს TikTok-ზე ნახე, სუზალა ჩაწერე და რომ ამოგიგდებს, იქ უდევს მისამართები გლანშიც არის და ნახალუკაშიც და ანუ როგორ უნდა მიხვიდე, ვიდეოა გადაღებული და მეც მასე ვნახე და ეგრე მივედი. ნელი საყვარელო გოგო იყავი მუდამ ბედნიერი, მადლობა ძვირფასო. ნინი მიყვარხარო ციცი ირმა, ნინი ეგ წითელი სახის კრემი რომელი ფირმის არისო, ხო აი გაჩვენეთ უკვე. დიდი არაფერი რა ვიცი რაღაცა ჩვეულებრივია. ნათია, ნინი არ ვიცი რა უნდა გითხრა, აღელვებული გწერ, აი უცებ მომინდა მეთქვა, ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული სულის და გულის ადამიანი ხარ და
ვინ რას აკეთებს ან ვინ როგორია, ეგ თავისი გადაწყვეტილება, როცა შენს თავს არ კარგავ და ხარ ის, ვინც ხარ ნამდვილი და გულწრფელი, ეს დიდი ბედნიერებაა, შუბლის ძარღვი არ უნდა გაგიწყეს, ნოდარ დუმბადის არ იყოს, მიყვარხარ და სულ გიყურებ, წარმატებებს გისურვებ. მადლობა ჩემო ძვირფასო. კი, ეგრეა, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც, ანუ რა რისი გაყიდვად შეუძლიათ, ყველაფერს ყიდიან და ფულის გულისთვის ნამდვილად აქვთ აი გაწყვეტილი შუბლის ძარღვი, მაგრამ ანუ მე არ მინდა ეგ და მე არ შემიძლია ეგ და ჩემი არ არის, მე ვერ გავაკეთებ მაგას. ანუ ფულისთვის მე ვერ გავაკეთებ მაგას, რომ ჩემს თავს ვუღალატო და ეგ რა მოვექცე და რა ვიცი ხო, ვისაც უნდა გააკეთოს ეგ ნამდვილად მართალია. უბრალოდ მე ის მწყინდა, რომ მე არ მქონდა ის, რაც უნდა მქონოდა, მაგრამ ალბათ არ მაქვს ის, რაც არც უნდა მქონდეს და ეგაა. ინგა ნინი მომიკითხე ყველა ყოჩაღი ნინიო, მადლობა. ირმა ჩემი საყვარელი სალათია ბროკოლის მწვანე ფოთლებით და კიტრით. აი მე ესე იგი ისეთი უგემური იყო ის ჩერი. აი ჩერი ხო ძალიან გებრიელია ხალხო, მაგრამ ისეთი უგემური იყო ის ჩერი, ისეთი უგემური იყო, რომ ვერ აგიწერთ. ლელ მომწონ შენი შემართებაო. ინგა მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ ინგა და ძალიან დიდი მადლობა ჩემო ტკბილო. მარიამ ნინი ლამაზო ძალიან მიყვარხარ ყოჩაღი გოგო ხარ ყოველდღე გიყურებ გიჩნდები შენს ყურებაზე ფიზორა საყვარელია ძალიან მიყვარს სალათი კიტრი და პომიდორის ყველის მაიონეზით ეხლა გავაკეთე ძალიან გემრიელია შენც გააკეთე სალათიო კი ნამდვილად ძალიან გემრიელია მაგრამ რა ვიცი რომელ პომიდორს ყიდულობთ ხალხო რამის გემო რო ქონდეს ის ვიყიდე, ვერ ვყიდულობ ხოლმე, იმიტომ რომ ძვირია, მაგრამ ერთხელ ვიყიდე ის პლანტას პატარა ფერადი ჩერები როა ძალიან მომწონს ეგ, ნუ ვიზუალურად და საფხულში ძალიან გემრიელია ხოლმე და ეხლა რომ ვიყიდე, მაგასაც არაფრის გემო არ ქონდა, მაგრამ აი ეს ჩერი ბოლოს რაც ვიყიდე, მე ჩვეულებრივი ჩერი ვიყიდე კარფუში და ის ნუ ნორმი იყო რა საშუალო, მაგრამ ეხლა ბოლოს რაც ვიყიდე, აი ჩვეულებრივი კი არ იყო, აი ძალიან საშინელი გემო ქონდა, რაღაცა მჟავე წყლის გემო ქონდა პამიდორს რომელიც 10 ლარი ხირდა. ამიტომ რა ვიცი აღარ ვყიდულობ. ნინი კარებზე მაქვს გაკრული სპეციალური ხალიჩა, რომელზეც იფხაჩნეს ბრჭყალებს, არხის და ძვირის კამებზე სპეციალური ცელოფანი მაქვს მიკრული, თორე აფუჭებდა და მე მაგ ხალიჩას მიეჩვია, შორს ვარ, თორე ახალს გაჩუქებ. ვაიმე რა საყვარელი ხარ ჩათვალე მაჩუქე ძირფასო. ბაჩოს იმასთანაც მივედით. კატეს წყალი უყართ ცვავენ, ოღონდ ხშირად უნდა უცვალო ყოველ 2 საათში ძველ წყალს არ სვავენ. ხო, ძველ წყალს არც ბონიჩკა არ სვავს, რომ იცოდეთ. არასდროს. მოვა ისა წყალთან და დამიდგება ხოლმე და ხვდები რომ უნდათ. იმიტომ რომ ისა არ უყვართ. ახლა მე შენც რა და მეც აი ნადგომი წყალი ხო იცი როგორია რაღაცნაირი. ნათია ჩემი ფისო სვავს წყალს ნინი კარგი ადამიანი ხარ ბედნიერი მინდა იყოს შენს უკარგეს ოჯახთან ერთად დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან დიდი მადლობა ჩემი არც ერთი კატები ადრე კატები რომ მყავდა არ მახსოვს რომ ეს წყალი ესე დაელიათ ყოველთვის ედგათ მაგრამ ეს რო სვავს რა შეგრე არ მახსოვს ხო და ბონიჩკას ვიცი რომ თუ არ გამოცვალე არ სვავს. ნუ ერთი წყალი უდგას ორივეს. დიდი იმით უდგათ და ორივეს ყოფნის, ორივე პატარაა. ნუ კატაკი გაიზარდა უკვე, მაგრამ მაინც. ხათუნა ცოტა გამოანათა შენმა თვალებმა მიხარიაო 5 დღის წინანდელ ვიდეოზე. კიდე გამოანათებს. შენ როგორ ხარ აბა? შენც ხო არეული პერიოდი ქონდა. Ani მანქანა გაყიდეო, ნანამ არა ძვირფასო ტექსტთა თვალიერებაზე იყო. არა მგონია ტექსტთა თვალიერებაზე წაიყვანეს როგორც ვიციო დაუწერეს. ხო, ტექსტთა თვალიერებაზე მყავდა. არ გავყიდი ამას, ისე მიყვარს, ძალიან მიყვარს.
როზე დაგისურვებ რომ აღიდგინო ძალები და გააგრძელო ცხოვრება ახალი ფურცლით. არასოდეს არ იფიქრო რომ შენ არაფერი შეგიძლია. არასოდეს არ დანებდე შენთან ვართ გულით და სულით. ჩემო ლამაზო გოგო როზიტა როგორ მიყვარხარ ძალიან დიდი მადლობა. იმდენი გამამხნევებელი კომენტარი იყო იმდენი რომ ერთ დღეს აუცილებლად უნდა ჩავწერო ყველა მაგ კომენტარზე ვიდეო, მაგრამ არა დღეს, იმიტომ რომ ეგეთი ვარ, უბრალოდ ამას წავიკითხავ. მარი ვერ წარმომიგენია ეს არხი აღარ იყო შენი სინამდვილით გაგრძელდა და ვისაც უყვარს ხარ ის იქნება შენთან ნამდვილად ვიფასებო ჩემი სინამდვილით გავაგრძელებ და ჩემთან ისინი იქნებით ვინც ჩემთან უნდა იყოთ და მე ხო ყოველთვის ეგ მინდოდა ყოველთვის ბლოკავდი იმ ადამიანებს ვინც საჩემო არ იყო და ვისაც მე უშლიდი ნერვებს და ვინც მე მიშლიდა ნერვებს და ისინი დამრჩით ვინც ჩემი ხართ და ვისაც მოგწონ ვარ და ძალიან ბედნიერებაა როცა ეგეთი აუდიტორია ყავს იმიტომ რომ რაღაცნაირი არ ვიცი ხარდაჭერის გუნდივით არის ერთმანეთთან ოჯახი რამდენადაც შესაძლებელია რომ იყოს ეს ამ ფორმატში და ძალიან მიყვარხართ და რა ვიცი ძალიან მესიამოვნა რომ დავილაპარაკე მართალია ვერაფერი ვერ გაიგეთ და არაფერი დეტალი არ მithქვამს მაგრამ ანუ ჩემი მდგომარეობის გაზიარება მინდოდა და არა დეტალების მოყოლა ამიტომ ვფიქრობ რომ ეს შევძელი და მიყვარხართ ძალიან არც ერთ შემთხვევაში არავის არ შეგეცოლოთ და არავინ არ მკითხოთ არაფერი, იმიტომ რომ არაფერზე საუბარი არ მინდა და ჯერჯერობით არაფერზე საუბარს არ ვაპირებ. უბრალოდ მინდოდა რომ გამეზიარებინა ამ მომენტში როგორ ვარ და დღეს რატო ვერ გადავიღებ ვერც ერთი ვლოგი. ეხლა წავალ, გავიკეთებ ჩაის, რაიმე ტკბილს მივატან, არის ღამის 12-ის ნახევარი, 7400 ნაბიჯი მაქვს, ვერც ნაბიჯები ვერ დავაგროვე და უნდა ავიდე ცოტა იქაც ვიარო სარბენბილიქზე, რომ რაღაცა დავეციო ჩემს რიტმს. ხო და მე ჩაის გავიკეთებ და ასე. გისურვებ მშვიდობიან ღამეს, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად ყველასთან და თუ შენთანაც ახლა ცოტა ისეთი პერიოდია, იცოდე რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ყველაზე მთავარი არის არ უღალატო შენ თავს. და ყველაფერი კარგად იქნება. მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. თუ შენ თავს არ უღალატებ. და თუ შენ თავს უღალატებ, აი მაშინ არაფერი არ იქნება კარგად. და კიდე გექნება შანსი რომ შენ თავს არ უღალატ. მიყვარხართ. გავქრეისე როგორც ნისლი როგორც ღამის მოჩვენება არ მეღირსოს კვალარეულს იმშვიდე და მოსვენება შენი სახე გულს გაძრავდეს როგორც ვიღო სადაც ვიღო თუ